შორის წელიწადია მოგესალმებით. მე ვარ თინა ბექაური, საქართველოს მენეჯერი 2020 წლიდან, წელიწადი და სამთში გავხდი მენეჯერი. დღესაც შორის ესეთი ენერგია გაქვს, საოცარი ენერგია კაპიტალ პელაგიას და სკამზე რომ ვზივარ, ვერ ვისვენ. ხან ამდენი ხან დავჯერდი, ხან მივიწიე, რაღაცა ძალიან დიდი ენერგია მოდის, რომელიც ძალიან მავსებს. ზუსტად იგივე ისტორია მქონდა მე, რაც თქვა კაპიტალ პელაგიამ, რომ მივედი მომისმინე პრეზენტაცია, მაგრამ ვერაფერი ვერ გავიგე, ასე ვიყავი მე, მაგრამ ძალიან მოვიხილე. მეც ესეთი ძალდატანებით მოხდი ამ პრეზენტაციაზე, ესე ვთქვათ, მე ჩემმა შეამცირა ჩავწერე ვიდეო და რამოდენიმე შემომთავაზეს და უბრალოდ ვერ გავიგე, სადმე წავსულიყავი, სადმე პატიჟებოდა ესე ვთქვათ და ვერიკო მითხრა, რომ შვილო ერთხელ წადი, უბრალოდ რაღაც მოვალეობა მაინც მოიხადე, ან იქნებ ეს შენი შანსია, რომ საერთოდ შეცვალო შენი ცხოვრება უკეთესობისკენ, იმიტომ რომ მე 28 წელი ბიზნესი მქონდა, ტრადიციული ბიზნესი, შემოსავალი მქონდა, ფული მქონდა, მაგრამ რაღაც თავისუფლება არ მქონდა და რაღაცა ცხოვრების სტილის შეცვლა მინდოდა. ჩემი საქმე არასდროს არ იყო იმ საქმის კეთება, რასაც ვაკეთებდი და მინდოდა რაღაცა ისევ სხვა სამსახური. პროფესიით მუსიკოსი ვარ, 3 წელი ვიმუშავე მარტო ჩემი სპეციალობით და იმის შემდეგ ბიზნესში ვარ სულ, იმიტომ რომ შემოსავალი არასდროს არ მქონდა და რაღაც ბევრი ოცნებები და მიზნები მქონდა. ამიტომ დავიწყე ის ბიზნესი, რაც დავიწყე ვაკეთებდი და მე ეს შემთხვევით ეს პრეზენტაციაზე მოვხდი და მე მახსოვს, რომ კაპიტალ პელაგიამ თქვა მაშინ, რომ ეს გოგო მალე გახდება მენეჯერი. Simajotta protoseine, esi to ibe soti afti kopulas primarsaki manager. მეც ვერ გავიგე რა საერთოდ უბრალოდ მოდიოდა ძალიან დიდი ენერგია, ისტორია მომეწონა, რომ ესეთი ისტორია ქონდა, დღეს ესეთი წარმატებული ადამიანი იყო, მაგრამ შესაძლებელი იყო ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის, რომ ამ წარმატებისთვის მეგოხწია. რა თქმა უნდა, დავიწყე მე უბრალოდ ძირფესვიანად დავინტერესდი ამ საქმიანობით, რომ მაინტერესებდა შემოსავალი, რომ ბიზნესმენი მაინც იქ წავიდე. მე ჯანმრთელობის პრობლემით არ მოსულა, კი ოჯახის ძალიან ბევრს მოუყოლე ჯანმრთელობა, მაგრამ პირველი ჩემი მიზანი იყო, მიჩვეული ვხარ რა, შემოსავალი, ფული უნდა ქონოდა ისა, თუ მექნებოდა შემოსავალი, რა თქმა უნდა, დავიწყებდი ამ საქმიანობას, მაგრამ ხელი შემეშლებოდა იქ. მეორე საქმიანობაში, მაგრამ რა დავინახე, მე თავარი რა არის მნიშვნელოვანი, რომ თავისუფალი ბიზნესია. მე მოვიპოვებდი იმ თავისუფლებას, რომელიც არ მქონდა. ფული მქონდა, მაგრამ არ მქონდა თავისუფალი დრო. და შესაბამისად გადავწყვიტე, რომ ჩამენაცვლებინა ნელ-ნელა ეტაპობრივად და რამოდენიმე წლის შემდეგ დავხურე ეს საქმიანობა, ეს ბიზნესი აბსოლუტურად. მე დაიწყე მაღაზიები შეეწყო ბიზნეს. დავხურე ეს საქმიანობა და აბსოლუტურად დავსახვდი ფორებში. ვარ თავისუფალი. პირველი ჩემი მიზანი იყო და ოცნება, რომ მე მქონოდა თავისუფლება. ყველას თავისი სურვილი და მიზანი და ოცნება აქვს, რომ მოდის და ჩემი მიზანი იყო, რომ ყოფილიყავი თავისუფალი. გამიგვიძა მაშინ, როცა მე მინდოდა დილის 6-ზე ვდგებოდი, ღამის 12-ზე შევდიოდი. ყველაფერი ეს ლოჯისტიკური საქმე, ბუღალტერია, ფინანსური პროდუქციის შემოტანა, ყველაფერი იყო ჩემი გასაკეთებელი. და ამიტომ მინდოდა თავისუფლება და ეს ყველაფერი ამ ბიზნესში მოხსნილი გვაქვს, ყველაფერს ჩვენი სტაფი აკეთებს აბსოლუტურად. აი ახლა პროდუქცია შემოვიდა დღეს და არ მეგვიღია არავის ამაში მონაწილეობა, მაღაზიაში დაიდო, არ მეგვიღია მონაწილეობა და ძალიან უცხო იყო ეს ჩემთვის რა. ცოტა სისტემა მეუცხოებობდა, რაღაც მარკეტინგული, ქსელური, ეს ნეტვორკინგული სისტემა ცოტა უცხო იყო ჩემთვის. რაღაცა მეგონა დაბალი დარეხარისხის, იმიტომ რომ არასწორი ინფორმაციები მქონდა ადამიანებისგან. აი, როგორ არის იცით, ნებისმიერმა ადამიანმა, როდესაც გინდა რომ რაღაც საქმე გააკეთო, ხო, პროფესიონალს უნდა განესაუბრე, თუნდაც ამ საქმეში რამოდენიმე წელი ჰქონდეს ესე ვთქვათ, კვალიფიკაცია რა, ნამუშევარი. ისი არაპროფესიონალი ადამიანები, რომლებიც იწყებენ ბიზნესს და რაღაც არასწორი ინფორმაციების გავრცელებით, თავის გარშემო ზუსტად ისეთივე გარემოს ქმნიან, როგორც რასაც თვითონ ფიქრობენ. და სინამდვილეში ძალიან ბევრ ადამიანებს აკარგირებენ შანსს და შესაძლებლობას, რომ ეს ბიზნესი დაიწყო. ხო, და მე სწორად მოვხდი რა, დროულად მოვხდი ზუსტად იქ იმ ტრენინგზე, იმ პრეზენტაციაზე, პირველი პრეზენტაცია იყო, ხო, დღეს ვიმოცავ დღეს პირველად ეს
ალბათონი პელაგიას პრეზენტაციაზე წარმატებებს გისურვებთ, იმიტომ რომ მეც ასე მოვხდია და მის შემდეგ დავიწყე უბრალოდ იცით რა არის არ თქვა თუ არის სწრაფად ამ ყველაფერზე. აი ეს ჩემი საქმე არ არის, მე ამას ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ მეც ეს რაღაცები მაწუხებდა. მაგრამ იმდენად მინდოდა ცვლილებები და შემეცვალა ჩემი ცხოვრება და ეს თავისუფლება მომეპოვებინა, რომ უფასო იყო ტრენინგები, უფასო იყო სასწავლო ისინი დასასწრელი ტრენინგები, რომელსაც ჩვენ ვიტარებდა და რატომაც არა. და სხვათა შორის მაშინ რაიონში ვცხოვრობდი, დავდიოდი იქიდან, მოვდიოდი, გავმოდი ისე, მივდიოდი, მოვდიოდი და ეს იყო სამაგალითო ხო, კი ბატონო. კი, ყოველდღე რაც ჩვენ მოიხოდა და ძალიან გვუყვარს. და სამ ადამიანმა იყიდა ჩემს მაღაზიაში 3 ბოთლი ალოე. და მეორე თვეს ჩამერიცხა 99 ლარი. ჩემი პირველი ხელფასი იყო 99 ლარი. როცა ბიზნესში მქონდა ყოველდღიური შემოსავალი 3-4-500 ლარი ყოველდღიურად. მაგრამ ისეთი ძირფასი იყო ეს 99 ლარი. იმიტომ რომ არაფერი არ გავიკეთებდი, სადღაც 9 წუთში გავაკეთე. 99 ლარი გავაკეთე მე 9 წუთში და მივიქილე ახლა ფერდების განმავლობაში 1 საათი ან 2 საათი ან 3 საათი თუ ვიმუშავე, რამდენ 99 ლარს გავაკეთე. აი ესე ფინანსურად ესე შევხედე და თუ მივხვდი რა რომ მაგარი საქმე იყო და არ უნდა მიატოვოთ გზაში იმ მიუხედავად იმისა რომ ვიღაცამ გითხრას უარი არ უნდა თუნდაც პროდუქტი არ უნდა ეს ბიზნესი მე ესეთი ადამიანები უბრალოდ მებრალებიან მართლა მებრალებიან იცით როგორი თქვათ აი ხაბად შევხედავ ხოლმე და ვეუბნებდე და იცოდე ვაფშე რაზე იძახი უარს ან რა პროდუქცია ამოყურს ხო მაგრამ მისი ბრალი არ არის თავიდან ძალიან ბევრ შესწორებს უშვებდი მე და ნუ ფიქრობდი რომ არასწორად ვაწვდიდი ინფორმაციას, არასწორად ვეუბნებოდი რაღაცა მარკეტინგულ სულებს, იმიტომ რომ ცოტა არ ჩქარდი. თუმცა ვეუბნებოდა შორენა, რომ არ იჩქაროთ, ნუ ან შეეცადეთ, რომ ჩვენთან ერთად გაესაუბროთ, ან კარგად შეისწავლოთ, მაგრამ ნუ ცოტა არ ჩქარდი რა, მინდოდა ცოტა ჩქარა გამეკეთებინა და ეს შეცდომებზე გავიზარდი. ვისწავლე, რომ გავჩერდი, საერთოდ გავჩერდი, გავჩუმდი. ფული რო ჩამერიცხა იმის შემდეგ სტოკჰოლმში მოხვდით, უკვე გლობალ რანზე ვიყავით, ესეც დავტესტე რომ ნამდვილად ამდენი ადამიანი იყრიბება ამ გლობალ რანზე და მილიონერი ადამიანები პირველად ნახე, ესეთი შემოსავლიანები, მეგონა რომ მილიონერი შეიძლება გახდეს მხოლოდ მემკვიდრეობით, ასე არ არის. იქ ნახეთ ესეთი ადამიანები, რომლებიც პარიზის ქუჩებზე მაშებოდა რა ქვია, მოწყალებას ითხოვდნენ და დღეს ეს ადამიანები აქეთ არიგებენ მოწყალებაზე ძალიან დიდრები არიან. ნუ აი ეხაც ეკალი მაყრის საოცარი საქმეა მეგობრებო, კოლეგებო. მინდა მოგილოცოთ ეს დღე, იმიტომ რომ აი როდესაც ეს არის შანსი, შესაძლებლობა, რომ აქ ხართ უკვე თქვენ მოგცეთ უკვე შესაძლებლობა და შანსი. აქ იყო და მოისმინეთ აი ეს ყველაფერი, რაც მომისმინეთ დღეს და ამის შემდეგ უკვე თქვენი ის არის თქვენი შესაძლებლობების, ჩვენების და დემონსტრირების დრო დგება უკვე რომ იმიტომ რომ ნებისმიერ ადამიანს გვაქვს ის აუთისებელი 50% შესაძლებლობის, რომელსაც ჩვენ გონია რომ არ გვაქვს და ვერ გვაქვს სადღაცას მიძინებულია, მიყუჩებულია და აუცილებლად გამოაღვიძეთ ჩვენთან ერთად, ჩვენ აქ ვართ, ჩვენ დაგეხმარებით ტარდერო სასწავლო ტრენინგები, პრეზენტაციები და ასე შემდეგ და როგორც ჩვენ შევძელით, ასე შეძლებთ და უკეთესად შეძლებთ კიდევ წინსვლასა წარმატებას. ამიტომ გილოცავ ძალიან ბედნიერი ვარ, მე აი მსგავსი შეხვედრები ყოველთვის ძალიან მახარებს და როგორც მაკომ გისურვებთ და ულოცავ მაკოს კიდევ პირველ რიგში მენეჯერებას, რომ ეს არის საუკეთესო საფეხური უკვე, რომ რაღაც პროგრამებში მიიღო მონაწილეობა და რა თქმა უნდა შემოსავალი გაზარდო და ძალიან ბევრ პროგრამებში მიიღო მონაწილეობა, რომელიც უკვე გაგიზრდის რა თქმა უნდა შემოსავალს და გარდა ამისა პასიური შემოსავლის წყაროს შექმნის. პასიური შემოსავლის წყარო კიდევ ერთ თვით ძალიან ხვატავ. პასიური შემოსავლის წყაროს კლასიკურ ბიზნესში თუ ვინმე აკეთებს, ვერ შეხმნით, იცით რატომ ინვესტიცია საჭირო. მე რასაც ვაკეთებდი, ხომ მქონდა ერთი მაღაზია, ხო? და იგივე სხვადასხვა მაღაზიები რო გამეხსნა, ხო, მჭირდებოდა სულ ცოტა $10,000. სულ ცოტას გეუბნებით რაღაცა არა ნუ ცოტა მოწესრიგებული რომ გააკეთო.
მაგრამ ერთი ხო არა გჭირდება ქსელური მარკეტინგი რა არის ორი ნაბიჯი კარფური და ასე შემდეგ ხო ავერსი აფთიაქები ესენი ყველა არის აქტივები ფილიალები ამას ვაკეთებ ჩვენ სხვაგი არაფერს და არ შეჭეროთ ადამიანებს რომ ჩვენ ფლობელები ვართ აი ამ მაღაზიების და ამ აქტივების რომელიც შეგვიძლია ჩვენ თვითონ გავხსნათ ინვესტირების გარეშე და მენეჯერის საფეხურის ზემოთ უკვე მიიღებთ უკვე პასიური შემოსავლის წყაროს ყველა აქტივიდან. იქიდან შემოსავალი, იქიდან ისე რომ იღებ ხო ძალიან პატარა მონაწილეობას, არც ფულს და შენს დროს და შესაძლებლობას, ენერგიას, ცოდნას და ამ აქტივებში. რამდენი მუშაობთ სუპერმარკეტში, კლასიკურ სუპერმარკეტში 3-5%. ბოლოში ძალიან დაეცა პროცენტები, მოგება იყო 5%, 20%-ზე მუშაობდი, მაგრამ მე ვანაწილებდი ხელფასებისა შემოსავლო ნებეგ, თელესის იმია, ბიუროკრატიული საკითხები, ყველაფერი რა გადაწყვეტა და ბოლოში თუ რაღაცა რჩებოდა, ეგ იყო ჩემი შემოსავალი, მაგრამ რას ვაკეთებდი, ინვესტიციას ვქნებდი ხელახლა, რომ გამეზარდა და მე უნდა 5000 ლარი მქონდა შემოსავალი და დილას აღამოდი შრომა და ნუ ესე თავის აუწერელი შრომა არის და აქ შეგიძლიათ ასეთი მაღაზიები გახსნათ ძალიან ბევრი, ანუ ცოცხალის სახით ვსწრით, ანუ მეგობრების, იმიტომ რომ მე ვერ ჩავალ ბავშვად. სენიაკში მე ბათუმში ვერ წავალ, ანუ ბავშვად იტალიაში, გერმანიაში, საბერძნეთში ხო, მაგრამ ხალხი მეგობრები, რომელსაც მე ჩემს შესაძლებლობას, ჩემს ცოდნას, გამოცდილებას გადავცემ, ვასწავლი როგორ გააკეთოს ეს ყველაფერი და მე ის გოგო დამოუკიდებლად მუშაობს, ერთი მენეჯერი და $2000 შემოსავალი, ხო? და $2000 უკვე ერთი აქტივიდან მაქვს. მე უკვე მეორე ადამიანი უკვე კარგად ხონდა, ჩემსავით გულანთებული და თქვენსავით და ჩვენ ყველასავით გულანთებული ადამიანი, ვისაც გვინდა სისხლი წარმატება, ხო? მაგრამ ყავს ასევე მომხმარებლებიც. ჩვენ აქ ვსაუბრობ ბიზნეს პარტნიორებზე, რომლებიც აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას ანუ ითანამშრომლებენ შენთან ერთად, ვისაც აქვს ძალიან დიდი ბიზნესები, ძალიან დიდი ოცნებები, ესეთ ადამიანებს თუმცა ეხლა ძალიან კარგი მიხარია პატარა გოგონები, ახალგაზრდა გოგონები, სტუდენტები უკვე ძალიან ბევრი ხავს, ეს აღმოსწრებიან კიდე ძალიან ბევრი ინტერესულები არიან, რომ მათ აქვთ დიდი შანსი სტუდენტებს, რომ დღესვე დაიწყონ თავიანთი ბიზნესის შექმნა. მე არ ვიცი სწავლა და სწავლა მნიშვნელოვანია, დიპლომი მნიშვნელოვანია. ყველაზე კარგი პერიოდი აქვს ახლა. დიპლომი მნიშვნელოვანია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ 3 წელი გამოვიყენე ჩემი დიპლომი. დანარჩენი შემოვიდე თაროზე და მის შემდეგ საერთოდ აღარ მივიღავ ახალ საკითხს ალბათ საკითხებში. ამ ჭირდება არ მაინტერესებს. იმიტომ რომ დღეს შემოსავალი არის ბიზნესში, შემოსავალი არის ფულში. ის არის მარკეტინგულ სისტემაში, ნეტვორკინგულ სისტემაში. ოღონდ თუ გინდათ გაიმართლოთ, არ უნდა დაიწყოთ რაღაცა. კაფე გახსნათ, სალონი გახსნათ, არ გირჩევთ. არ გირჩევთ, იმიტომ რომ გამოვლილი მაქვს. და თუ გააქვთ პარალელურად დააკეთეთ ეს ყველაფერი და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა დაკავდით იმით, რომელსაც დაკავდებით და რა ვიცი, გააგრძელოთ აი ესე ურთიერთობები თქვენ სპონსორებთან, თქვენს მენეჯერებთან, აუცილებელი და მნიშვნელოვანი არის ეს კონტაქტები და წარმატებებს გისურვებთ. რა მინდა ძალიან მალე აი რა შენი აზრი ხო აი არის აუცილებელი რომ ადამიანმა აი გახდა ბიზნეს პარტნიორი ხო და ადამიანს უნდა წინსვლა რომ აი ის რა ნაბიჯები უნდა დააკეთოს აი რა არის აუცილებელი თუნდაც აუცილებელია რომ წინსვლა კი ბატონო სპონსორთან უნდა ჰქონდეს ურთიერთობა მენეჯერთან უნდა ჰქონდეს ურთიერთობა მოიხმაროს პროდუქტები თავისივე მაღაზიის მე ვარ 100%-იანი მომხმარებელი პროდუქტების წერია, შვიდი წერია, მე მგონი 1000 მილიონი პროცენტი. ეს რა ვიცი, ძალიან დიდი პროცენტით მომხმარებელი ვარ. აბსოლუტურად არსად არაფერი არ არის ფორევერის პროდუქტების გარშე. გარდა ჩემს სახში, იმიტომ რომ ჯერ ეს დიდი დანაშაულია, რომ მე მაღაზიაში პროდუქტი მქონდეს, წავდეს მის მაღაზიაში. და მეორეც ვიცი რა პროდუქტი არის. იმის მერე ეხლა საკონსულტო ფორევერის საკონსულტო განსტაიბა, რომ შეიძლება რომ ეს სეიფგარდი და კოუპიეტი ვხმარო. შეიძლება ისმენ სემინარებს, მე როგორც ვიცი. დღესაც ვისმენ რომ ენაზე შემიძლია მოსმენა და მაქვს იმის საშუალება რომ მოვისმინო, ყველა ენაზე ვისმენ სემინარს აბსოლუტურად. აუცილებელი და მნიშვნელოვანია რომ ყველა სემინარს დავესწრო. მადლობა, ესე გავიზარდეთ. წარმატებებს
გადავიდე.